დიადი მითები. დოკუმენტური სერიალის ავტორი ფრანსუა ბუნელი. ოიდიპოსი. გამოცანების ამხსნელი. რეჟისორები კამილ დალბერა, სილვენ ბერჟერი. ამ ტრაგედიას თებეს მოსახლეობა ვერასდროს დაივიწყებდა. ვერც ამ კედლებს, ვერც ამ ხეებს, ვერც ღმერთებს. რადგან არც ერთ მოკვდავს, არ გამოუვლია მსგავსი. არავის უგემია ბედის წერის ასეთი დარტყმა. ეს არის ამბავი ოიდიპოსისა. როდესაც თებეს მეფე ლაბდაკე გარდაიცვალა, მისი ვაჟი ლაიოსი მხოლოდ 1 წლის იყო. აპირებდნენ ბავშვი აღმზრდელისთვის მიებარებინათ. თუმცა თებეს ტახტი 2 თაღლითმა მიითვისა და ლაიოსი ქალაქიდან გააძევეს. ლაიოსმა თავშესაფარი ქალაქ ელისში მეფე პელოპის სასახლეში ჰპოვა. გავიდა 18 წელი. მეფე პელოპს ჰყავდა ვაჟი ქრისიპე, რომლის აღზრდაც ლაიოსს სანდო. ქრისიპე მშვენიერი ყმაწვილი გახლდათ. ლაიოს მის მიმართ გრძნობა გაუჩნდა და მოსწავლე შეუყვარდა. თუმცა ქრისიპეს მასთან მხოლოდ მეგობრობა სურდა. ამიტომ ლაიოსმა გადაწყვიტა ძალით მიეღო ის, რაც ცდუნებით ვერ მოიპოვა. ქრისიპე გაიტაცა და მასზე იწალადა. ლაიოსმა ჭაბუკი არა მხოლოდ გააუპატიურა, არამედ სტუმართმოყვარეობის წმინდა კანონებიც დაარღვია, რითიც მეფე პელოპის ნდობა ფეხქვეშ გათელა. იმ საღამოს სირცხვილით დადგუნულმა ქრისიპემ სახლში დაბრუნება ვერ გაბედა. ბეღელში ჩაიკეტა და თავი მოიკლა. როდესაც მეფე პელოპმა შვილის უსიცოცხლო სხეული აღმოაჩინა, ღმერთებს ლაიოსის დასჯა შესთხოვა. არა მხოლოდ ლაიოსის, მისი ყველა შთამომავლის, რათა დამნაშავის გვარი აღარ გაგრძელებულიყო და სამუდამოდ ამოძირკულიყო. ჩადენილი დანაშაულითა და პელოპის წყევლით შეშინებული ლაიოსი გაიქცა. ის თებეში დაბრუნდა, სადაც მისი გამდევნელი 2 ტირანი უკვე გარდაცვლილიყო. სამეფო ტახტზე პრეტენზიას არავინ აცხადებდა და ლაიოსმა იგი კანონიერად დაიბრუნა. დედოფლად კეთილშობილი ახალგაზრდა ქალი სახელად იოკასტე აირჩია. გავიდა თვეები. შემდეგ 1 წელი. მეორე. მეფე დედოფალს შვილი კიდევ არ ჰყავდათ. წყვილი ფიქრობდა, თუ რა მოემოქმედა, ხალხი კი ჭორაობდა. ლაიოსმა გადაწყვიტა დელფოსში აპოლონის ტაძარი მოენახულებინა და ღმერთებისგან გაეგო რა ეღონა, რომ ვაჟი და მემკვიდრე გასჩენოდა. მას დაავიწყდა, როგორ ევედრებოდა პელოპი ღმერთებს მის დასჯას. მაგრამ ღმერთები ასე ადვილად არაფერს ივიწყებდნენ. დელფოს ორაკულმა პითიამ ლაიოს გამოუცხადა. ლაიოს, თებეს მმართველო, როგორც უნდა ეცადო, რომ შენს ცოლს შვილი გაუჩნდეს, ღმერთები ამას არ დაუშვებენ. და თუ შვილი მაინც გეყოლა, სიცოცხლეს ის გამოგასალმებს.
ლაიოსი დამწუხრდა. მას საკუთარი შვილის ხელით სიკვდილი მიუსაჯეს. იმისთვის, რომ წინასწარმეტყველება არ აღსრულებულიყო, ლაიოსი ცოლთან სარეცელს აღარ იზიარებდა და ჭაბუკებთან ატარებდა დროს. მაგრამ ერთ დღესაც სურვილმა სძლია და იოკასტეს მიუწვა. ცხრათვის შემდეგ დედოფალს ვაჟი გაუჩნდა. სწორედ მაშინ გაახსენდა ორაკულის სიტყვები. თუ ვაჟი გეყოლება, ის მოგკლავს. ლაიოსი სასახლის დერეფნებში ბოლთას სცემდა და ღმერთებს შეწყალებას ევედრებოდა. გამოსავალს ეძებდა ბედისწერის აცილების გზას, რომ წინასწარმეტყველება არ აღსრულებულიყო. იქნებ საკუთარი შვილი მოეკლა. არა, ეს წარმოუდგენელი იყო. ღმერთების რისხვა გაათმაგდებოდა. უეცრად თავში ერთი აზრი მოუვიდა. მწყემსი დაიბარა და უბრძანა ახალშობილი მთებში წაეყვანა და იქ მხეცების შესაჭმელად დაეტოვებინა. იმისთვის, რომ ბავშვი არ გაქცეულიყო, ბრძანა მისთვის ტერფები დაეხვრიტათ და მყესები გადაეჭრათ. ბედისწერა, რომელსაც ვერავინ გაექცეოდა. მწყემსი ბავშვთან ერთად გზას გაუდგა. მალე კითერონის მთასთან ხშირ დღეს მიაღწიეს. ბავშვმა გაიღიმა, მწყემსი შეყოყმანდა. ახალშობილს ასე ვერ მიატოვებდა. სწორედ ამ დროს გამოჩნდა კაცი, რომელიც კორინთოში მიდიოდა. მწყემსმა სთხოვა ბავშვი თან წაეყვანა. იქ უსაფრთხოდ იქნებოდა. თებესა და ლაიოსისგან შორს. კაცი ცოტა ხანს ფიქრობდა. შემდეგ კი გაახსენდა მეფე პოლიბოსი და დედოფალი მეროპე. კორინთოს მმართველები. მან იცოდა, რომ სამეფო წყვილი სასოწარკვეთილი იყო, რადგან შვილი არ უჩნდებოდათ. თუ ახალშობილს ფეხებზე იარები მოუშუშდებოდა, მეფე დედოფალსაც გაახარებდა და ჯილდოსაც მიიღებდა. როდესაც მგზავრი კორინთოში ჩავიდა და ბავშვი მიუყვანა, მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ჩვილი დაუყოვნებლივ იშვილეს და ოიდიპოსი დაარქვეს, რაც შესიებულ ფეხებს ნიშნავს. ოიდიპოსი კორინთოში დამკვიდრდა, ახალი მშობლების სიყვარულ. ოიდიპოსი იზრდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ოდნავ კოჭლობდა, ყველას აღფრთოვანებას იწვევდა. არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ერთ დღეს მეფე პოლიბოსის ღირსეული მემკვიდრე გახდებოდა. მაგრამ ერთხელ, საღამოს დიდი ნადიმის დროს, ღვინით მთვრალმა ერთ-ერთმა სტუმარმა ახალგაზრდა ოიდიპოსს განუცხადა. იცი რა, შენ მათი ნამდვილი შვილი არ ხარ. გაუგნებულმა ოიდიპოსმა შეკრებილთ სთხოვა ეთქვათ, რომ ეს ტყუილი იყო და რომ ის მართლაც მეროპესა და პოლიბოსის ღვიძლი შვილი იყო. არავინ განძრეულა, თავი არავის აუწევია. ოიდიპოსი მამას მივარდა და მოსთხოვა სიმართლე ეთქვა. პოლიბოსი შეშფოთდა და ცდილობდა ჭაბუკი დაემშვიდებინა, რომ ყველაფრის მიუხედავად ოიდიპოსი მისი შვილი იყო, მაგრამ ამ ბუნდოვანმა განმარტებამ ახალგაზრდა კაცი კიდევ უფრო დააბნია. დაეიყოს ასე, ღმერთები შეძლებენ სიმართლის თქმას. ოიდიპოსმა დელფოს მიაშურა, რათა ორაკულისთვის ეკითხა,
ვინ იყვნენ მისი ნამდვილი მშობლები. მაგრამ ორაკულმა არაფერი უთხრა. პირიქით, უმაღლესმა ქურუმმა პითიამ საზარელი ბედის წერა უწინასწარმეტყველა. შენ მოკლავ მამას და დაწვევი დედასთან. შეშინებულმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა კორინთოში აღარ დაბრუნებულიყო. სურდა რაც შეიძლება შორს გაქცეულიყო, მოშორებოდა საყვარელ მშობლებს, რათა ეს საშინელი წინასწარმეტყველება არ ახდენილიყო. ოიდიპოსის ერთადერთ მიზნად ბედის წერისგან თავის დაღწევა იქცა. გაჯდა ეტლზე და გზას გაუდგა. დახეტიალობდა აქეთ-იქით. გაიარა არაერთი სოფელი, თუმცა ყველაფრის მიმართ გულგრილი იყო. მას აღარ ჰქონდა სამშობლო, აღარ ჰქონდა ქვეყანა, რომელიც საკუთრად მიაჩნდა. ის უკვე აღარავინ იყო. ერთ დღეს იმ ადგილას, სადაც დელფოსკენ მიმავალი სამი გზა იკვეთებოდა, ოიდიპოსი შეხვდა კიდევ ერთ ეტლს, რომელსაც გამორჩეული გარეგნობის ხანში შესული კაცი მართავდა. მას მსახურიც ახლდა. ორი ეტლის გასავლელად გზა ძალიან ვიწრო იყო. მოუთმენელმა მეეტლემ ოიდიპოსს უბრძანა გზა დამითმეო. ვიდრე ოიდიპოსი რეაგირებას მოახდენდა, კაცმა თავისი ეტლი პირდაპირ მისკენ მიმართა. მაგრამ იმ დღეს ძალა ახალგაზრდის მხარეს იყო. ოიდიპოსმა ხმალი იშიშვლა და მეტოქეს მუცელში გაუყარა. ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ მსახურმა ვერაფერი მოიმოქმედა. შეშინებული გაიქცა. გარბოდა, მაგრამ იგრძნო, რომ მისი ფილტვები მეც ვეღარ გაუძლებდა, თუმცა მაინც არ დანებდა, სანამ თავისი ქალაქის თებეს კედლებს არ მიაღწია. იქ მუხლებზე დაეცა და საშინელი ამბავი გამოაცხადა. მეფე ლაიოსი მოკლეს. ამ უბედურებამ კიდევ უფრო გაამძაფრა შიში წლების განმავლობაში ქალაქში რომ მეფობდა. თებეს კარიბჭესთან ახლოს მდებარე კონცხზე შემზარავი არსება ბინადრობდა. ქვესკნელის ერთ-ერთი უსაშინლესი ღვთაება. სფინქსი. სფინქსს ქალის თავი და მკერდი ჰქონდა. სხეული ლომის. ზურგზე კი არწივის ფრთები. ყველა იქ გამვლელს გამოცანის ახსნას სთხოვდა. გამოცანა ერთი და იგივე იყო. თუმცა ვერავინ ხსნიდა და სფინქსის ლუკმა ხდებოდა. გზებზე ხეტიალისას ოიდიპოსი თებეს მიადგა. ქალაქში არსებული მძიმე განწყობით გაოგნებული დარჩა. დასევდიანებული ხალხი წინ და უკან დადიოდა. ამის მიზეზი იკითხა. აუხსნეს, რომ მეფე გარდაცვლილიყო და დროებითი მმართველობის უფლება დედოფლის ძმას კრეონს გადასცემოდა. კრეონი თავისი დის, იოკასტეს ხელსა და ტახტს დაპირდა ნებისმიერს, ვინც თებეს სფინქსისგან გაათავისუფლებდა. ოიდიპოსისთვის ეს იყო შესაძლებლობა, დედოფლის გულის მოგებითა და ტახტის მიღებით ხეტიალი დაესრულებინა. ამიტომ გადაწყვიტა სფინქსს შეხვედროდა. მხეცი თავის ადგილას დახვდა. ახალი მსხვერპლის დანახვისას სახეზე ირონიული ღიმილი გადაეფინა. აბა გისმენ, შესძახა ოიდიპოსმა. სფინქსმა გამოცანა წარმოთქვა. რომელ არსებას აქვს 4 ფეხი დილით, 2 შუადღისას და 3 ღამით? ოიდიპოსი დაფიქრდა.
თავისმა ცხოვრებამ, რომელიც ახლა საფრთხის წინაშე იდგა, თვალწინ გაორბინა. შემდეგ უშიშრად უპასუხა. ეგ ადამიანია. შვილს 4 ფეხი აქვს, რადგან ხელფეხით დაწოცავს. ზრდასრულ ასაკში მას 2 ფეხი აქვს, რადგან ვერტიკალურად დადის. ხოლო ხანდაზმულს უკვე 3 ფეხი აქვს, რადგან ხელჯოხით სარგებლობს. ამის გაგონებაზე სფინქსი ჰაერში აიჭრა. ოიდიპოსმა მის თვალებში სიბრაზის ნაპერწკლები დაინახა. სფინქსი დამარცხდა. კონცხიდან დაეშვა, ქვემოთ კლდეს დაენარცხა და დაიღუპა. ოიდიპოსი მეფე გახდა. თებეს მეფე. გადიოდა წლები. ოიდიპოსი დაპირებისამებრ იოკასტეზე დაქორწინდა. მათ 4 შვილი შეეძინათ. 2 ვაჟი, ეთეოკლესი და პოლინიკესი და 2 ასული, ანტიგონე და ისმენე. ოიდიპოსი უკვე იმ მეეტლის ასაკის გახდა, რომელიც მოკლა. სწორედ ამ დროს ელოდა უკანასკნელი გამოწვევა. ყველაზე შემაძრწუნებელი. თებეში საშინელი დაავადება გავრცელდა, რომელიც როგორც ახალგაზრდებს, ისე მოხუცებს ხოცავდა. ქალებს მკვდარი შვილები უჩნდებოდათ. ხალხმა ოიდიპოსს მიმართა და ხსნა შესთხოვა. ის, ვინც სფინქსი დაამარცხა, აუცილებლად იპოვიდა გზას, რომ ქალაქი ამ ჭირისგან გაეთავისუფლებინა. ოიდიპოსი ისევ დელფოში გაემგზავრა, იქ ნებორაკული დახმარებოდა ამ იდუმალი დაავადების მიზეზის პოვნაში. პითიამ ოიდიპოსს ასეთი პასუხი გასცა. შავი ჭირი თქვენს ქალაქს იმიტომ დაატყდა თავს, რომ მის კედლებში მკვლელი იმყოფება. მეფე ლაიოსის მკვლელი. სანამ მას არ გამოავლენენ და ქალაქიდან არ გააძევებენ, დაავადება გავრცელდება და ყველას მოსპობს. ოიდიპოსს ყოფილი მეფის მკვლელი უნდა ეპოვა. მთელ საბერძნეთში ელჩები დააგზავნა. თებეში სახლები გაჩხრიკეს, ხალხი დააკითხეს, ჯილდოს დაპირდნენ. მაგრამ არავინ არაფერი იცოდა. ამიტომ ოიდიპოსმა ცნობილ უსინათლო წინასწარმეტყველ ტირესიას მიმართა. მას, ვისაც ჩიტების ენა ესმოდა, აუცილებლად ეცოდინებოდა დამნაშავე კაცის ვინაობა, თუმცა ტირესიასიც ამტკიცებდა არაფერი ვიციო. მაგრამ ოიდიპოსმა იგრძნო, რომ ის სიმართლეს არ ამბობდა. უბრძანა, დაჟინებით მოსთხოვა, დაემუქრა, თუმცა ამაოდ. ტირესიასის სიჯიუტემ ოიდიპოსი განარისხა. დედოფალმა იოკასტემ გადაწყვიტა ჩარეულიყო. მას ახსოვდა, რომ მკვლელობის დღეს მის ქმარს მსახურიც ახლდა. სწორედ მან ამცნო ქალაქს ეს ამბავი. მაშინ ეს შემთხვევა ასე აღწერა. ლაიოსი ახალგაზრდა ყაჩაღების ხელით დაიღუპა ვიწრო გზაზე დელფოსთან ახლოს. სულ ეს იყო. ოიდიპოსმა სახეზე ფერი დაკარგა. ვიწრო გზა დელფოსთან. ეს ძალიან კარგად ახსოვდა. მაგრამ მალევე დამშვიდდა. მსახურმა ყაჩაღები ახსენა. არა და ოიდიპოსი მოხუცს მარტო შეებრძოლა. ასე რომ შეუძლებელია თვითონ ყოფილიყო. მხოლოდ დამთხოვა იყო. 2 სრულიად განსხვავებული შემთხვევა. ოიდიპოსს მეფე ლაიოსის მსახური უნდა ეპოვა. მაგრამ ამდენი წლის შემდეგ ეს როგორ მოხერხდებოდა. ის მკვლელობიდან მეორე დღესვე გაქრა და არავინ იცოდა რა ბედი ეწია. სწორედ ამ დროს კორინთოდან მაცნემ სამწუხარო ამბავი მოიტანა. მეფე პოლიბოსი გარდაცვლილიყო. პოლიბოსი, კაცი, რომელსაც ოიდიპოსი მამად მიიჩნევდა. კაცი, რომელსაც გაექცა იმის შიშით, რომ ერთ დღესაც მისი უნებლიე მკვლელი არ გამხდარიყო.
პოლიბოსი მშვიდად სიბერით გარდაიცვალა. ოიდიპოსი მწუხარებამ მოიცვა, მაგრამ მალევე შვება იგრძნო. დელფოს ორაკულის წინასწარმეტყველება, რომელიც ამდენი წელი არ ასვენებდა, საბოლოოდ სიმართლე არ აღმოჩნდა. მამას ვეღარ მოკლავდა, რადგან იგი უკვე გარდაცვლილი იყო. თუმცა მისი შვება ხანმოკლე აღმოჩნდა. მაცნემ განაგრძო. მეფე ოიდიპოს, პოლიბოსის სიკვდილი მათავისუფლებს მის წინაშე დადებული ფიცის ვალდებულებისგან და ახლა შემიძლია სიმართლე ვთქვა. პოლიბოსი და მეროპე არ არიან შენი ნამდვილი მშობლები. ოიდიპოსი შეძრწუნდა. მაცნემ განაგრძო. მე ვიყავი ის, ვინც წაგიყვანა და მეფე დედოფალს მიგგვარა. შენ, შვილი, დახვრეტილი ტერფებით. ოიდიპოსმა აკანკალებული ხმით კითხა. შენ ვინ გადმოგცა, ბავშვი? სწორედ ამ დროს ხალხს ძონძებში გახვეული მწყემსი შეერია. ის მაცნეს მიუახლოვდა და დაბალი ხმით ჩასჩურჩულა. ყველა ახლომდგომი შიშმა მოიცვა. მე შენ გიცნობ, კორინთოს მაცნე. დიახ, ეს შენ ხარ. მე მოგანდე, ფეხებ დახვრეტილი ჩვილი, რომელიც მამამ საშინელი სიკვდილისთვის გაიმეტა, მაგრამ მე გულმა არ გამიძლო და ტყეში ცხოველების დასაგლეჯად ვერ დავტოვე. ოიდიპოსი შეცვა. კი, მაგრამ ჩვილი ვინ გადმოგცა? კითხა მან. მოხუცმა მწყემსმა ოიდიპოს დაღლილი თვალებით შეხედა და ჩაელაპარაკა. ბავშვი მეფე ლაიოსისა და დედოფალ იოკასტეს ვაჟი იყო. იოკასტემ ყველაფერი გაიგონა. უცებ თავბრუ დაეხვა. ახლა ყველაფერს მიხვდა. მას ეჭვი აღარ ეპარებოდა. ოიდიპოსი მისი ვაჟი გახლდათ. აღელვებულმა ქალმა სამეფო დარბაზი დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ოიდიპოსი ყველანაირად ეცადა დელფოს ორაკულის წინასწარმეტყველება თავიდან აეცილებინა, ის მაინც აღსრულდა. უბედურმა ვაჟმა მართლაც მოკლა მამამ და ცოლად შეირთო დედა. ოიდიპოსი იოკასტესთან მიბრუნდა, მაგრამ ის აღარ დახვდა. შეშინებული სასახლეში შევარდა და დედოფლის ოთახში შეიხედა. იოკასტე იქ იყო. უკვე მკვდარი, მას თავი ჩამოეხრჩო. სულიერად განადგურებულმა ოიდიპოსმა დედის სამოსზე დამაგრებული ოქროს ქინძის თავები ჩამოგლიჯა. გამწარებულმა იღრიალა და ქინძის თავები თვალებში შეირჭო. ამიერიდან ვეღარ გაარჩევდა დღესა და ღამეს. ვეღარ დაინახავდა ადამიანებს. ოიდიპოსმა ქალაქი ქალიშვილ ანტიგონესთან ერთად დატოვა. მან ნებაყოფლობით განიდევნა თავი. იმ დღიდან კოჭლი და უსინათლო კაცი საბერძნეთის გზებზე დაეხეტებოდა. მას დევნიდნენ, ქალაქებიდან და სოფლებიდან აწევებდნენ. იყო თუ არა ოიდიპოსი დამნაშავე? მართალია, მან მამა მოკლა, მაგრამ არ იცოდა ვინ იყო და მხოლოდ თავდაცვის მიზნით გამოასალმა სიცოცხლეს. მართალია, დედასთან სარეცელი გაიზიარა სფინქსზე გამარჯვების შემდეგ, მაგრამ ხომ არ იცოდა ვინ იყო ის? იოკასტეზე ქორწინება იყო ჯილდო, რომელზეც უარს ვერ იტყოდა.
ოიდიპოს სამდანაშაულების ჩადენა დაბადებამდე ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები და მხოლოდ შეასრულა ის, რაც ეწერა. ამას ხელს ვეღარაფერი შეუშლიდა, სიკვდილის გარდა. რაც მეტად ებრძოდა ოიდიპოსი თავის გვერდის წერას, მით უფრო იახლოვებდა მის აღსასრულს.